სალამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ახლა მუშაობ სამ ძალიან საინტერესო ბლოგთან დაკავშირებით, რომელი ბლოგებიც მიეძღვნება ჩვენი საქართველოს უახლესი ისტორიის მოვლენებს, რომელიც დაფარულია. ერთი პირველი ბლოგი, ასე რომ ვთქვათ, იქნება მათთვის, ვინც დღეს ძალიან ერთ წივილ კივილს ტეხავს, აი ქართველები რო უკრაინისთვის ბრძოლობენ და უკრაინელები რო თურმე ესე იგი უკრაინა რო ლამის ჩვენი სამშობლო გახადეს და უკრაინისთვის დაღუპული რო თურმე საქართველოსთვის დაღუპულს ნიშნავს და აი ამ ომის რომანტიზება ხდება და ესე შემდეგ და მე მინდა ძალიან განსხვავებული ბლოგი შემოგთავაზოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. უკრაინელები, რომლებიც აფხაზების მხარეზე იბრძოდნენ 1992-93 წლებში და ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ ყველაფერი მიჩქმალულია, არადა ეს უკრაინელები არიან სეპარატისტების გმირები, რა ვიცი, ლეონის ორდენით დაჯილდოებულები და ეს შემდეგ უამრავი უკრაინელი იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ აფხაზების მხარეს და ერთი მინდა აი ამ საზოგადოებას მე ადრე შევპირდით ჩემ მაყურებელს ამ ბლოგს და სამწუხაროდ აი ახლა მიწევს დაგვიანებით ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო გააჩნია. მაგრამ რას იზამ, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს და მინდა ერთი ამ ხალხს ვკითხო, აი ეს ჩვენი მოძმე უკრაინელები, რომლებიც ესე იგი ასე თავგამოდებით გვებრძოდნენ აფხაზეთში, აფხაზეთის დაკარგვისთვის და ის მითი და ის რაღაცა სიყალბეები, რომელიც არის შექმნილი ამ უნაუსოს საკითხთან დაკავშირებით, ამასაც მინდა ნათელი მოვფინო. და ბევრისთვის იყოს გასაგები სინამდვილეში რა მოხდა 92-93 წლებში და სინამდვილეში მაშინ რა გაგვიკეთეს ჩვენ უკრაინელებმა, უკრაინის ხელისუფლებამ და უკრაინელებმა. და სინამდვილეში ეს უნაუსოს მებრძოლები, ვინც იყვნენ კი იქ 7 კაცი არის დაღუპული, მაგრამ სინამდვილეში ვინ იყვნენ ესენი და რა მისიით იყვნენ ჩამოსული, ესენი იყვნენ საქართველოს დასახმარებლად ჩამოსული და ქართველი ერის დასახმარებლად ჩამოსული, თუ ესენი იყვნენ შევარდნაძის რეჟიმის მცველები, რომლებსაც თქვენ გაიგებთ, ესენი ამათმა როგორც აფხაზეთში იბრძოლეს, ისე იბრძოლეს ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის ჯარისკაცებს, კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ აფხაზეთშიც, სამეგრელოშიც და ახლა იმაზე აღარ ვსაუბრობ, ბალტინის დესანტზე და ესე შემდეგ. ამიტომ ამ ბლოგს კარგად დავამუშავებთ და შემოგთავაზებთ, რომ ძალიან ბევრმა იცოდეთ უახლესი ისტორიის საკითხი. მეორეს რაც შეეხება, მინდა უშუალოდ აი გუშინ რა ამბავთან დაკავშირებითაც გესაუბრეთ. ამ საკითხთან დაკავშირებით გავაკეთო ეს ბლოგი. საქართველოში თურმე პრობლემა არის ერთი რამდენად ბოლშევიკები იყვნენ ეს ადამიანები საკითხავია, იმიტომ რომ არ ყოფილა ეს კაცი ბოლშევიკი, ვისი ძეგლიც აიღეს გუშინ ქუთაისში და დიდი ტაშპანდურით უკრაინელებს კოჭი გაუგორეს, რომ თურმე უკრაინის დაუძინებელი მტერი ეს როგორ აიღეს საქართველოში და ალბათ მედალს ელოდებიან. ახლა ზელენსკი ოქროს ბრიქით დააჯილდოვებს ალბათ ამათ, ჩამოგიდებს. და ერთი ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა და მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოში დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მრღვეველის, გლეჯველის და საინგილოს, დავითგარეჯის და სხვა ტერიტორიების დამკარგავის საქართველოს დაუძინებელი მტრის ძეგლი, ნარიმან-ნარიმანოვის ძეგლი. ეს ნარიმან-ნარიმანოვის ძეგლი ეს არსება იყო, და ეს გააკეთა სხვათა შორის ქოცების დეპუტატმა დარგალმა, რომელმაც ესე რა ქვია, დიდი ნაცობიდან ქოცობაში გადმოვიდა, ქოცობიდან ნაცობაში გადავიდა და დადგა საქართველოს დაუძინებელი მტრის ნარიმან-ნარიმანოვის ძეგლი, რომელიც ამაყად დგას და რომელსაც სხვათა შორის მინდა აღვნიშნო ხუჯაბის მიტროპოლიტი, რომელზეც განსაკუთრებული ის ჰქონდათ, რა ქვია, ზიზღი
ქოცებს და არა მარტო ქოცებს, ნუ ეს ლიბერასტულ სამყაროს ატეხილი, რომელსაც ჭირის დღესავით ეზიზღებათ ეს ადამიანი და მარნეულის მოსახლეობის პროტესტი როგორ იქნა მიჩქმალული და ფეხებზე დაკიდებული და შემდეგ როგორ გაგრძელდა ეს ყველაფერი და სინამდვილეში ვინ არის ეს ადამიანი? მე ბევრი რაღაცა ვიცოდი ამ ქვეწარმავლის შესახებ, ვისი ძეგლიც დგას მარნეულში, ძალიან ბევრი რაღაცა ვიცოდი, მაგრამ რაც დავიწყე შესწავლა ამ საკითხის, მე ჩემმა ერთმა გამომწერმა მთხოვა საინგილოსთან დაკავშირებითო, თუ შეიძლებაო გააკეთეო ბლოგიო და ცოტა რთული და საპასუხისმგებლო საკითხი არის ეს ყველაფერი და ან ბოდიშსუხტი ამ ადამიანს რომ ამდენი ხანია თვითონ ინგილოა ეს ადამიანი და ბოდიშსუხტი ამ ადამიანს რომ ძალიან დიდი მასალა არის და ყველაფრის ამის გადამუშავება და ეს დაგვიანდა, მაგრამ აი ბლოგზე მუშაობის პერიოდში განსაკუთრებით დეტალურად დავაკვირდი ამ ყველაფერს და შევისწავლე ეს საკითხი. ხალხო, მე გეკითხებით თქვენ ერთ ძალიან მარტივ ფილოსოფიას, ძალიან მარტივ ფილოსოფიას. საქართველოში შეიძლება ათათურქის ძეგლი იდგას? საქართველოში შეიძლება პუტინის და მედვედევის ძეგლი დაიდგას? საქართველოში შეიძლება შაჰ-აბასის ძეგლი დაიდგას? საქართველოში შეიძლება დაიდგას თემურლენგის ძეგლი? ხო არ შეიძლება, ეს ხო ლოგიკიდან აცდენილია ყველაფერი. ჯობა რატო შეიძლება საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კანონი თუნდაც ამათ რო უყვართ საბჭოთა ბელადების და საბჭოთა პერიოდის მოღვაწეების შესახებ, რატო უნდა იდგას საქართველოში საინგილოს მიმტაცებლის, დავით გარეჯის მიმტაცებლის, ბორჩალოს მაზრის მიმტაცებლის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი და ყველას რო აქ პირი მოღებული და ყველაფერს რო ორჯონიკიძეს რო აბრალებს ისე სხვათა შორის რა ჩემოკარგებო. ყველა რო ორჯონიკიძეს აბრალებს ყველაფერს. ნარიმან ნარიმანოვთან დაკავშირებით ვინმე საერთოდ რამე იცის საქართველოში? აი გეკითხებით, მე მაინტერესებს. ორჯონიკიძის ძეგლი ვინმეს რო უნდოდეს ახლა ორჯონიკიძის ძეგლის დადგმა საქართველოში, ხო? ეს ხალხი გამოვარდებოდა, ატეხავდა კივილ-წივილს და საინგილოს გამყიდველიო და საინგილოსო და იმის რა ქვია ჰერეთის გადამცემიო აზერბაიჯანზეო ატეხავენ ერთ წივილ კივილს. და ნარიმან ნარიმანოვი რო იგივეა. ნარიმან ნარიმანოვი არის იგივე. და ამ ადამიანს არა მარტო ქართველის, არამედ უამრავი აზერბაიჯანელის შეაქვს ხელი გასვლელი. როგორც საქართველოში, მათ შორის ისე აზერბაიჯანში. მაგრამ საერთო ჯამში ამ ადამიანმა ხო აზერბაიჯანისთვის გააკეთა ბევრი რაღაცა. გააკეთა, იმიტომ რომ ჩვენ საინგილო ჩამოგვართვეს მაშინ. და ის ზუსტად ნარიმან ნარიმანოვის პრეტენზიებით და ნარიმან ნარიმანოვის წამოყალიბებული ტერიტორიული პრეტენზიებით საქართველოსთან მიმართებაში. ახლა ვეკითხები მე აი მთელ იმას რა ქვია ტრაკიდან განათლებულ ქოცებს. აი სხვა სახელი მე არ შემიძლია ახლა ამათ უწოდო მოღალატეებს. პირდაპირ თქვენ ხართ მოღალატეები. თქვენ ხართ საქართველოს დაუძინებელი მტერი მოღალატეები. გამოდის რომ საქართველოში საბჭოთა პერიოდში გამოჩენილი ადამიანების თუ ეთნიკურად ქართველი არის, იმის ძეგლის დადგმა არ შეიძლება საქართველოში. იოსებ სტალინი იქნება ეს თუ იქნება ეს ვასილ კიკვიძე და ესე შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ ვასილ კიკვიძე საერთოდ საბჭოთა კავშირის დაარსებამდეა გარდაცვლილი, მაგრამ გამოჩენილი განარჩენის, ხო? ყველასი შეიძლება ძეგლი იდგას. არაა პრობლემა ალიევის ძეგლის დადების, არაა პრობლემა ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დადების, აღარა მაქვს საუბარი ქუჩებზე, აღარა მაქვს საუბარი სკვერებზე, აღარა მაქვს საუბარი არაფერზე, და მსგავს რაღაცეებზე. რა ეს ალიევის მწოველი ბიძინა ივანიშვილები და ეს რა ქვია თავისი მომხრეები. აი მე ნებისმიერ ქოც უსვამ კითხვას, კაცო, რომელიც მე იტყვის, რომ რატო გვაგინებ, რატო მაგინებ ბიძინა? აი ამიტომ გაგინებთ. აი ამიტომ გაგინებთ. ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს მოღალატე და თქვენ ხართ მოღალატეები ყველა. თქვენ გეზიზღებათ საქართველოს, თქვენ არ გიყვართ საქართველოს. თქვენ გიყვართ ფული. ფული გიყვართ. და თქვენაირი გამყიდველები და თქვენაირი მოღალატეები უამრავი იყო ყველა დროში.
არ აქვს მნიშვნელობა ეს ირანის შაჰი იყო, არ აქვს მნიშვნელობა ეს ოსმალეთის ის იყო, რა ქვია, იმპერია საქართველოში, არ აქვს მნიშვნელობა ეს მონღოლები იყვნენ, არ აქვს მნიშვნელობა რუსეთის იმპერია იყო თუ ვინ იყო. ყოველთვის იყო თქვენაირი ბიოლოგიური ნაგავი. როგორიც ხართ ქართული ოცნება. ბიოლოგიური ნაგავი და მათი მომხრეები. მომხრეები. თქვენ ხართ მოღალატეები საქართველოში. აი დღეს რო გაქვთ ერთი გადაცემა არ იწყება, დააკვირდით, ქოცების ტელევიზიაზე, გადაცემა არ იწყება ისე, რომ არ მიდიოდეს პირველი რა პროპაგანდა მიდის. ამან ამას შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოში 4000 ლარი ჯარიმა, ამან ამას მიაყენა შეურაცხყოფა საქართველოში 2000 ლარი ჯარიმა, ამას კრიტიკაც, ლანძღვაც, ყველაფერი გახადეს დასჯადი. ანუ ღალატს რასაც ჩადიან საქართველოს და ქართველიერის მიმართ ეს ყველაფერი არ შეიძლება გაკრიტიკდეს და ახლა შეგინება როგორ შეიძლება. მეტი რა უნდა გაგიკეთო? დაპყრობა მეტი რა არის? დაპყრობა მეტი რა არის და გენოციდი ერის მეტი რა არის? მეტი რა არის? აი გამეცით ვინმე პასუხი ხალხო. ამათ მხარეს როგორ უნდა იდგე ადამიანი? ერი გარბის ქვეყნიდან გადაშენების პირასაა. საქართველოში მიწა იყიდება, სახლდება 1000 უცხო ჯიშის ადამიანი. მე კონტაქტი მაქვს იმ ადამიანებთან, განსაკუთრებით არ მინდა ხა ჯერჯერობით წინასწარ არაფერზე საუბარი, თქვენ ბევრ საინტერესო მოვლენებს შეესწრებით ჩემს გვერდზე, რაც ხდება ამ არაბიზაციის საკითხთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ბევრს ნახავთ, აი ძალიან ბევრს ნახავთ. ისეთ რასაც ბევრს არ ელოდებით. არ მინდა ხა წინასწარ ლაპარაკი, რაღაცები არ მინდა რომ წინასწარ ჩავშალო. მაგრამ აიღეთ ელემენტარული საქართველოში ქართველის ძეგლსაც არაჩერებენ. თუმცა არა ქართველის. რა პრობლემაა? რა პრობლემაა არა ქართველის ძეგლი და მით უმეტეს აზერბაიჯანელი თუა. და უფრო მეტიც ჯერ ეს იმან დაიწყო იმ წყეულმა. სააკოვმა. მაგრამ ესენი ხო მათი სულიერი შვილები არიან და ერთი იდეოლოგიის ხალხი არიან, ალი და ნინოს ძეგლი დადგეს. აზერბაიჯანელი კაცის და ქართველი ქალის. ბათუმში. და ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი დღემდე არ შეიძლება რომ დაიდგეს და მაგის გულისთვის გვიჭერთ. არ იცოდით ქალბატონო ნანა, მაგრამ აი დღეს 21 საუკუნეა და ვცდილობთ ახლა მაქსიმალურად ეს ინფორმაციები გავავრცელოთ, მაგრამ ჩვენ ამას დიდი ხანია ვსაუბრობთ. ნარიმანოვის ძეგლი დიდი ხანია იქ დგას და დიდი ხანია ეს პროტესტი მიმდინარეობს. მაგრამ რეაქცია არის ნული. პირიქით ვინც ხმას იღებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ ადამიანების მიმართ მიმდინარეობს დევნა, არ აქვს მნიშვნელობა ეს სასულიერო პირი იქნება, მით უმეტეს მაღალი იერარქიის, თუ მათი მრევლი იქნება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ ვინმე ქართველია და ვინც ქართველობის მომხრეა და ვისაც არ უნდა მტრის და მოღალატის ძეგლი იდგას მის ქვეყანაში, აი რა პრობლემაა? ყველა არის გამარგინალებული, ყველა არის და სად არიან ეს ფუჩუკუტუ ორგანიზაციები? სად არიან? აი ვეკითხებ მე ამ ფუჩუკუტუ ორგანიზაციებს. გინდა იგივე სამირა ბაირამოვა. რატო არ იღებს ხმას ამ საკითხთან დაკავშირებით? გინდა სხვა ნაზირლები, საბჭოთა პერიოდი, ვაიმე სტალინი. მით უმეტეს ეთნიკურად აზერბაიჯანელია. და თვითონაც უნდა ადარდებდეს წესით და რიგით, რომ ეს როგორი ქვეწარმავალიც იყო ქართველებისთვის, ისეთი ქვეწარმავალი იყო იქ და 27 წელს რო ეძახით და 37 წელი და უბედურება და დახვრეტები, ან დიდი ხანი 27 წლამდე ვერ იცოცხლა, ძაღლი მიაკვდა საფლავში ნარიმანოვს, მაგრამ 25 წლამდე იცოცხლა სულაძაღლებულმა და ბევრი აზერბაიჯანელის სიცოცხლე შეიწირა საბჭოთა ესა რა ქვია, საბჭოთა აზერბაიჯანის პერიოდში. თამაზ არ ვიცი ახლა სიმართლე გითხრა არის თუ არა ბაქოში მისი ძეგლი, მაგრამ ბაქოში თუ იქნება მისი ძეგლი, ჩემთვის გასაგებია. ჩემთვის ნამდვილად გასაგებია თუ ბაქოში იქნება მისი ძეგლი, იმიტომ რომ მისი ნაშრომის და ნაღვაწის დამსახურება არის ის, რომ საინგილო ამ მომენტისთვის გააჩნია აზერბაიჯანს. იმიტომ რომ ეს ჯერ კიდე დაიწყო 1920 წელს, როდესაც მოხდა საბჭოთა აზერბაიჯანის დაპყრობა საბჭოთა ჯარებიდან და მაშინ სულაძაღლებულმა ნოე-ჟორდანიას მთავრობამ, რომელსაც ჰქონდა ვალდებულება, რომ იხმარებოდა აზერბაიჯანს და საქართველოს ჰქონდათ ურთიერთსამხედრო დახმარების ესა
არ მიეხმარა, ამიტომ გასაბჭოდა აზერბაიჯანი და მანამდეც მოუგვარებელი სასაზღვრო საკითხები, რომელიც იყო საქართველოს და აზერბაიჯანის შორის, განსაკუთრებით გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ნარიმანოვი მოვიდა ბაქოში და ტერიტორიული პრეტენზიები, არა მარტო პრეტენზიებიც წამოაყენა, პირველი სამხედრო ინტერვენცია საბჭოთა არმიამ დაიწყო 1920 წელს და საინგილოში შეიჭრა. არ ვიცი, ვერ გეტყვით, მე აზერბაიჯანში არა ვარ ნამყოფი და არ ვიცი იქაური სიტუაცია, მაგრამ თუ იმათ ექნებათ, კაცო, ეს მათთვის როგორც ალიევი დიდი პიროვნებაა და კი ბატონო, ყავდეთ, მე მაგის პრეტენზია კი არა მაქვს. მე აქ პრეტენზია მაქვს უბრალოდ იმაში, რომ ამ ადამიანმა ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოსთვის და მათ შორის როგორც ქართველი, ისე აზერბაიჯანელი ხალხისთვის, როგორც უამრავმა საბჭოთა ჯალათმა სისხლის გუბეები დააყენა. რაღაცა თურმე იმას ლექსებს წერს, თურმე პოეტია, შენ ჭირიმე, შენ გენაცვალე და თურმე ამის გამო უნდა იდგეს ძეგლი. გავიგე, თურმე მედვედევის მაგარი ის ყოფილა, რა ქვია, პოეტი. ერთი მედვედევის ძეგლს როდის დადგამენ. ერთი არძიმბას ძეგლს როდის დადგამენ. მე ეს მიკვირს რა, ის სიმართლე გითხრა, მიკვირს. მიკვირს, რომ რატო არ ხდება ამდენი ხანია. მე მიკვირს ათათურქი თურქეთისთვის ძალიან კარგი კაცი იყო, ძალიან მაგარი კაცი იყო. რატო არ დგამენ ერთი ათათურქის ძეგლს ბათუმში? რატო არ უმზადებენ ამ ყველაფერს? იმიტომ რომ თურქეთში ქალაქს ვერ ნახავ, რომ ათათურქის ძეგლი არ იდგას. ხო და აი რისი თქმა მინდა ხალხო, აი ქართველებო, რისი თქმა მინდა? ბიჭო, რამეს იტყვი, მე იტყვიან, რომ ესო რა ქვიაო, ეთნიკური შუღლზე არისო, რა შვაშია ეთნიკური შუღლი აქ? რა შვაშია ეთნიკური შუღლი? ვინც ჩემი ქვეყნის ტერიტორიაში ამცირა, მის ძეგლს რა უნდა საქართველოში? და რატო არ უნდა იდგეს საქართველოში მეომარი კაცის პირველი მსოფლიო ომის მონაწილის ვაჟკაცი კაცის ესა რა ქვია ძეგლი, რომელსაც არაფერი გაუფუჭებია საქართველოსთან მიმართებაში. გეთანხმები თამაზ, აი გეთანხმები შეიძლება მარნეული და აზერბაიჯანელებთან მე არაფერი პრობლემა და პრეტენზია არ მაქვს იმათმა, შეიძლება მართლა არ იციან ვინაად არა. იმათ შეიძლება პოეტი გონიათ და იყო რაღაცებს წერდა, გასაგებია და კი ბატონო, იყო შეიძლება მათთვის, მაგრამ მასე რამდენი საქართველოს დამპყრობელი და რამდენი საქართველოს სისხლის მსმელს ჰქონდა პოეტური ნიჭი და ლექსები აქვს დაწერილი, მათი ძეგლები საქართველოში უნდა იდგეს. ხო და არ იციან მესმის ახლა ადგილობრივმა აზერბაიჯანელებმა რო არ იცოდნენ, საერთოდ არ გამიკვირდება ეგ ყველაფერი, ქართველმა არ იცის, რო კითხოთ, ორჯონიკიძის ბრალი გონია ეს ყველაფერი. ხო და აი ეს არის უბედურება. და ამ ადამიანს ათასობით ქართველიც და აზერბაიჯანელის ყავს დახვრეტილი. ათასი უბედურებაა გაკეთებული. და საქართველოს ტერიტორიები აქვს დაკარგული და მიტაცებული. რატო იყოს? როდესაც აზერბაიჯანს და საქართველოს სანამ ნარიმანოვი მოვიდოდა და გასაბჭოდებოდა აზერბაიჯანი, როდესაც იყო სასაზღვრო დავა 1919 წლის პარიზის კონფერენციაზე სახელმწიფო საზღვრებთან დაკავშირებით, ორივე მხარემ თქვა, რომ ნებისმიერ სასაზღვრო დავას 1919 წელს ჩვენ მეგობრულად და ძმურად გადავწყვიტავთ, ერთმანეთში ყოველგვარი მესამე ძალის ჩარევის გარეშე. აი ესე იყო შეთანხმებული და ხელშეკრულებაც ჰქონდა დადებული საქართველოს და აზერბაიჯანს 1918 წლის საქართველოს და აზერბაიჯანს ურთიერთდახმარების შესახებ საერთო მტრის წინააღმდეგ. არ იქნებოდა მნიშვნელობა აქ აზერბაიჯანს დაესხმებოდა, ვინმე თუ საქართველოს დაესხმებოდა. უბრალოდ ამან არ იმუშავა ერთადერთი და მთავარი მიზეზიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობა ძალიან სწრაფად დაეცა, ერთი წლით ადრე, ვიდრე საქართველოს სახელმწიფოებრიობა და მაშინ შეეძლო საქართველოს ხელისუფლებას, მაშინდელ მოქმედ ხელისუფლებას აზერბაიჯანს დახმარებოდა და განთავისუფლები აზერბაიჯანი წითელი არმიისგან. იყო ამის საშუალება და ზუსტად ამიტომ გადადგა მაშინ გიორგი კვინიტაძე მთავარსარდლობიდან, რომ ჟორდანიას მთავრობამ უარი უთხრა, როდესაც შემოიჭრა არა მარტო აზერბაიჯანში, საინგილოში შემოიჭრა წითელი არმია და საინგილოს აწიოკება დაიწყო და პრობლემის შექმნა. და მაშინ იყო, რომ არა თუ გაყარეს ბოლშევიკები
ნარიმანოვის სარდლობით იყო სხვათა შორის. ნარიმანოვის სარდლობით იყო მაშინ ეს ყველაფერი. არა თუ გაყარეს მაშინ საინგილოდან და სხვა ბორჩალოდან და სხვა მაზრებიდან, არამედ შეტევაზეც იყვნენ გადასული და მოხსნეს გიორგი კვინიტაძე და უარი უთხრეს და ხელშეკრულებაზე რა ხელშეკრულებაც არსებობდა საქართველოს და აზერბაიჯანის შორის დახმარებაზე რესპუბლიკას შორის ნოე ჟორდანიამ უკვე უარი თქვა. იმიტომ რომ დაცემული იყო თურმე და ზემოთ პოლიტიკა და ამხანაგო ლენინ, ამხანაგო, რა ვიცი, ტროცკი და სულ ასე იმეშვებოდა. პრობლემა შეიქმნა კიდე ცალკე ისტორიული საკითხი არის ეს, რომ უბრალოდ ბაქო მაშინ ძალიან სწრაფად დაეცა. ერთ დღეში დაეცა ბაქო. დერბენში დატვირთეს ყველაფერი ტუხაჩევსკიმ და წითლებმა და უკვე საღამოს დილას დატვირთული უკვე საღამოს ბაქოში იყვნენ ჯავშნოსანი მატარებლით. ნუ ეს მოხდა ცალკე ისტორიული საკითხია, მაგრამ მე როგორც საქართველოს მოქალაქის კაცო მაგ სერიოზული პრეტენზია მაქვს რა. რა არის ეს რაუბედურება? რა არის ეს რაუბედურება? ვისი ძეგლი დგას და რატო დგას? რატო დგას აი ამ ჯალათის ძეგლი? საქართველოს ტერიტორიების მღლეტველის. თამაში პრობლემა არ აქვს. არც კოჩებს აქვს პრობლემა, არც ნაცებს ქონდა პრობლემა და რაღაცა რო თქვა ახლა ხო? აი როგორც თქვენ თქვით ახლა ბატონ თამაზ, თურმე ეთნიკურ შუღლს გამოიწვევ ალბათ ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ადგილობრივი აზერბაიჯანელებმა, რომლებსაც გონიათ რომ ეს ადამიანი იყო პოეტი საქართველოს ისტორიაში, თურმე წინააღმდეგი იქნებიან აქ მისი ძეგლის დადგმის. ხო და არ ვიცი ხალხო რა, აი ნამდვილად არ ვიცი რა. მეტნაირად როგორ უნდა გაკეთდეს ქართველი ერის ფიზიკური, კულტურული, აი ყველანაირი გენოციდი. აი როგორ შეიძლება? მეტნაირი რა შეიძლება არსებობდეს? არაფერი. რა ვიცი, მეტი სფერო არის დარჩენილი? ხო, ბაგრატიონებიო, ესო საერთოდ ისინი იყვანო, რა ქვია, ებრაელები იყვანო, ქართველები საერთოდ არ იყვნენ ახლა ამასაც. ხო და გავაკეთებ აი ამ ბლოგს და ნებისმიერ თქვენს კითხვაზე გავცემ პასუხს. და მე მაინტერესებს ქართული ოცნების მომხრეები ვინც ახართ. რომ გითხოთ რომ საქართველო გიყვართ. ამას თუ ხალატი არ ქვია და თუ ამას საკუთარი სამშობლოს მემართ დანაშაული არ ქვია, არ ვიცი როგორც გინდათ ისე შეაფასეთ რა. როგორც გინდათ ისე შეაფასეთ. არ ვიცი. თუ ეს თქვენთვის იქნება უკეთესი რომ თქვენა უშუალოდ არ აწერთ ამ ყველაფერს ხელს, მაგრამ მონაწილეობთ ამ ღალატში, კი ბატონო. კი ბატონო. ამ სისტემამ არ იცის მისიანი და სხვისიანი, მე გეუბნებით, აი ყველას გაფრთხილებთ რა. დღეს ვინც ახაც ქართული ოცნების მომხრეები, აი იმათაც გაფრთხილებთ რა, იმიტომ რომ მეწოდებით რაც თქვენ გელოდებათ. ამ სისტემამ, აი ნაცების სისტემამ კიდე იცოდა მისიანი და სხვისიანი. ნაცი იყო და აბარებდნენ ხელს და აგერ გირგვლიანის მკვლელებს როგორ მოექცენ და რამხელა დანაშაული შეუნახეს და რომელსაც მე გადაყვა რეჟიმი. ამათ მარიციან ეს. გაგახსენებთ, მათი პრეზიდენტი იქნებოდა ერთი, მათი პრეზიდენტი იქნებოდა ორი, მათი პრემიერ-მინისტრი იქნებოდა ერთი, მათი პრემიერ-მინისტრი იქნებოდა ორი, მათი თავდაცვის მინისტრი იქნებოდა, მათი გუბერნატორი იქნებოდა. ვინც იყვნენ ეს კოცები? და ღარიბაშვილი გაიხსენეთ განსაკუთრებით. ღარიბაშვილზე მეტად თქვენ ბიზნესმენშვილს არ ეყარებით არც ერთი. მაგას სიყვარული უბრალოდ არ იცის. იმაზე მეტი ახლოს ვერავინ ვერ იქნებით. რაც მოუვიდა ღარიბაშვილს, ის მოგივათ. დღეს ძალიან ბევრს ვხედავ აწკმტუნებულს, მათ შორის მე რომ ლანძღავდა და მაგინებდა, ნახეთ ბლოგი წინაზე, შვილები დაუჭირეს იმათ. ხვალზე თქვენ მოგადგებიან თითოეულ ძალიან დიდი აყროლებულობა მიდის იმაში, რა ქვია, ქართული ოცნების პარტიაში. ძალიან დიდი აკოთებულობა მიდის. გადახედეთ, აი თქვენ თვითონ გადახედეთ, როგორ ჭამენ ერთმანეთს. ღიად უკვე საჯაროდ არიან გამოსულები, იქ წალენჯიხის სასტავი რაღაცა ზარქუასე იმასნება, ის ამას უკვე ღიად არ მალავენ, ხელს ადებენ, თქვენ ეს ახართ. და ნუ ჩაყვებით საფლავში აი ამ დამპალ ძალას. ხო ხედავთ? როგორც ბიზნეს მაგინებლებს ჯიან ინტერნეტში, ისე ჯიან მიშას მაგინებლებს. და წითლიძის მაგინებლებიც კი დასაჯეს. ხაინდრავაზე და ამაზე არ მაქვს ლაბარაკი. მე ეს ფული მიდის ბიუჯეტში, ბიუჯეტიდან მიდის თავიანთ ჯიბეებში და თქვენ ხართ ხახამ შრალები დარჩენილი. და საქართველოში ეს სიტყვის გამოხატვის უფლებას კი აუგრძელეს ქართველ ერს. აი ესე მოგივათ, მე ჩემი მითქვია, თქვენი საქმის თქვენ იცით. და
რაც შეეხება ჯამდელიანის მიმართებაში აგორებულ აი ამ ბოლო პერიოდის მთელი ამ სიბინძურეებს, რაც ხდებოდა მეუფე ჯამდელიანის მიმართებაში, ეს ყველაფერი იყო გამოწვეული ერთადერთი მიზნით. მეუფე ჯამდელიანი ქართველი კაცია, იცის საქართველოს ისტორია, აქ ადგილობრივ სვანურ მოსახლეობაში პატივისცემა და ავტორიტეტი და იცის მან, რომ ნარიმანოვი იყო საქართველოს მტერი, დამპყრობელი, მართლმადიდებლური ეკლესიის მტერი, სარწმუნოების მტერი და ითხოვდა ამ ძეგლის აღებას. და დააკვირდით რა ამბები გაუკეთეს, მათ შორის ქართველების ხელით. ძირითადად ქართველების ხელით რა გააკეთეს, მათ შორის როგორც რუსთავი 2 და ესენი რასაც წიოდნენ და კიოდნენ, ელისტრაკოც როგორ ყავდათ მიგზავნილი ჯამდელიანის ავტორიტეტის გასანულებლად. აი ესაა ქართული ოცნება. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ვისაც გინდათ ამ ღალატის გზაზე სიარული და ნახავთ ერთი ბოლოში რას მიიღებთ. მაგრამ როგორც ირაკლი ზაქარეიშვილმა მიიღო საკუთარ შვილზე, ისე არ მიიღოთ თქვენს. და ბარეორმა მიიღო კიდე საკუთარ შვილზე. მონანიება ამ ქვეყანაში დაიწერა და გადაიღეს. სხვათა შორის. სადღაც არ ყოფილა 900 იქით ბაბუის ნაჭამი ტყემალი როგორ კვეთავს შვილიშვილს კბილებს. ახლა კი დაგიმშვიდობებით და კიდე ერთხელ გეტყვით იმას, რომ საქართველოში თუ ვინმეს გენოციდი მიმდინარეობს, უშუალოდ ეთნიკურად ქართველის გენოციდი მიმდინარეობს. ეს ჩანს დემოგრაფიაში, თქვენ ამათი გჯერათ? 84% საქართველოს 3.300.000 ქართველიაო საქართველოში. ამათი გჯერათ? ნუ ახ თუ გჯერათ კი ბატონო ახლა. გჯეროდეთ? გიჟი თავისუფალია, არანაირი პრობლემა არა. სინამდვილეში უშუალოდ 28-30% არის ეთნიკურად ქართული მოსახლეობა საქართველოში შემცირებული. თუ ვინმე ქართველი იყო სტალინის დამადობით ყველა ქართველის მიმართებაში და კიგვიძის ჩათვლით, ჯერჯერობით. კიდე ბევრი იქნება. არავის სახსენებელი არ უნდა იყოს საქართველოში ისტორიულად. და თუ ვინმე არაქართველი იყო და თუ ვინმე არაქართველი არის საქართველოში და განსაკუთრებით დამნაშავე და ბოლშევიკი, აბსოლუტურად ყველას აქვს ხელისშეწყობა და ყველას ექნება. აი, ამას ქვია ქართველი ერის გენოციდი. მორჩა და დამთავრდა. აქ წინა ხაზზე უნდა იყოს ეკლესია, წინა ხაზზე უნდა იყოს ხელისუფლება წესით და რიგით, მაგრამ ეკლესიას და ხელისუფლებას, ეკლესია ახლა ისე უნდა თქვა, საპატრიარქოს ეკლესიასთან არაფერი შეხება არ აქვს, საპატრიარქოც და ქართული ოცნება ჩართული არიან ქართველი ერის განადგურება გადაჯიშებაში და ქართველი ერის გაქრობაში. ეს არის ეს, აი ამის მაგალითია ყველაფერი ეს. და აი ეს მოღალატეობრივი დუმილით ხდება ეს ყველა ხა პატრიარქის შეურაცხყოფის გამოც დაუწყიათ ხალხის დასჯა ეთყობა მამაოების გულს მოიგებენ იქ რომ ვერთმა დაგლოცვა შვილო ჩემო და როგორ შეიძლება შენ შიოზე რამე თქვა. მე იმას არ ვამბობ რომ სულიერი ლიდერებს დედა უნდა აგინოს ვიღაცამ. ნამდვილად არა ვარ მაგის მომხრე, მაგრამ სულიერ ლიდერებს თუ არც ქართველს და არც სხვას არ უნდა აგინოს არავინ. და რასაც აკეთებენ ესენი, იგივე ტელევიზიები და იგივე ნაბიჭვარი ის რა ქვია, გუნდი პატრიარქთან მიმართებაში და მოთა იგივეს აკეთებენ მათ შორის შიიტი აზერბაიჯანელების მიმართ. თან ღიად პირდაპირ გიგა ბოკერია სარდლობით, მისი წაკალაცოლის სარდლობით ამ ყველაფერს აკეთებენ ეთნიკურ შუბლს და რელიგიურ შუბლს აღვივებენ შიიტ აზერბაიჯანულ მოსახლეობაში, რომლებიც საქართველოს შვილები არიან. მაგრამ ამაზე ხმას არავინ არ იღებს. ამაზე ის არ შეიძლება. ესენი ხელშეუხებელი ხალხია საქართველოში. აი ამის თქვა მინდოდა დროებით, გემშვიდობებით დავასრულებ ამ ბლოგებს და აუცილებლად მოგაწვით. მიხარია ქალბატონო ნანა, თუ ბევრ ამის ისეც გებულობთ, რაც არ იცოდით, ზუსტად მაგისთვის მუშაობ, რომ
ეს იქნა ღიად წარმოჩენილი და ეს იქნა ღიად გამოტანილი და სხვათა შორის ბატონ ვაჟა ოთარაშვილს ვესაუბრე ახლა სანამ ვიდეო ლაივი მექნებოდა და სანამ ამ ყველაფერს ჩავწერდი მანამდე ესეთი რაღაცა მითხრა რომ საქართველოს უკვე დაწყებულია იმასთან დაკავშირებით საუბარი რომ 2 სააკაძის ძეგლი რა საჭირო არის საქართველოში და სააკაძის ძეგლიც უნდა აიღონ და თურმე სააკაძე მოღალატე ყოფილა საქართველოსი და ასე შემდეგ და მე ვთხოვე ბატონ ვაჟას რომ როდესაც მას ექნება დრო გამონახოს დრო და მყავდეს ჩემი YouTube ტრანსლაციის სტუმარი იყოს და ძალიან ბევრი საინტერესო საკითხები განვიხილოთ ერთად უშუალოდ გიორგი სააკაძის და მისი ირგვლივ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. არც შემოწმო მე ამათი არაფრის არ მჯერა, არც გახსნილი მკვლელობის მჯერა, არც სტატისტიკის მჯერა, არც ამათი შეპირების მჯერა და ამათი სიტყვა და ძაღლის პარასკევი ჩემთვის ერთი და იგივეა. ხო. სიმართლე გინდა ეგა. აბა დროებით.